როდესაც ჩვენ გვასწავლიან არა ძალადობას და გვეუბნებიან, რომ თქვენ ხო ქრისტიანები ხართ, კაცო და როგორ შეიძლება კაცო ძალადობა? მე მინდა გკითხოთ თქვენ. როდესაც მაცხოვარს მიუყვანეს, აი ეს მაგალითი მოყავთ ხოლმე ხშირად სახარებიდან. მეძავი ქალი, რომელიც ძველი აღთმის წესის მიხედვით ქვებით იყო ჩასაქოლი და წარუყენეს როგორც ბრალი. რომ რა უნდა ვქნათო, უნდათ ასე ვთქვათ, ჩაეკოლათ. ნუ ეთქმევინებინათ, რომ ჩასაქოლია, რათა მისთვის იგივე ლოგიკა იყო, მისთვის დაებრალებინათ ძალადობა და გვახსოვს ხო მაცხოვარმა რაც გააკეთა იქ, არ გავიმეორებ ახლა. მე მაინტერესებს ესეთი რაღაცა. ეს ქალი იმ მომენტში რას აკეთებდა? ცისარტყელის დროში დადიოდა და თავის უფლებებს მოითხოვდა, თუ თავჩაქინდრული და დარცხვენელი ირცხვენდა თავის ცოდვას. და რომ მას გაეჩმახებინა იქ და ეძახა მე ისა ჩემი სასქესო ორგანო ჩემია, როგორც ჩვენი ფემინისტები ყვირიან თბილისის ქუჩებში. მაინტერესებს რა მოხდებოდა იქ. როგორც მეკერმეები გამოყარა ტაძრიდან მათრახით მაცხოვარმა, ისე ხო არ გამოაგდებდა იმ ქალს იქიდან. ამიტომ აი ეს ზედაპირული ფსევდოთეოლოგიური ცოდნა ქრისტიანობისა არა ძალადობას. თქვა შენთან სახლში შემოდიან და გინადგურებენ უბრალოდ ოჯახის წევრებს. შენ რა უნდა თქვა არა ძალადობას? შენ უნდა აიღო იარაღი და დაიწვა შენი ოჯახის წევრები განადგურებისგან. იგივე არის საკაც. გარყვნილების პროპაგანდა, ნარკოტიკების პროპაგანდა, აზარტული თამაშების პროპაგანდა არის ძალადობა ერის სხეულზე და ყველა ვინც მას იწყნარებს და ყველა ვინც მასთან ფოე თანაცხოვრობს არის მტერი ერის სხეულისა.